Hallo, გამარჯობა. მე მინდა სახელმძღვანელოდან გრამატიკ აქტივ ახსნა 31 ლექცია, კერძოდ დატივის წინდებულები. ვისაც უჭირს წინდებულები და სურს რომ გაერკვეს, მარტივად და სირთულების გარეშე არის ახსნილი სწორედ ამ ციკლში გრამატიკ A1, B1, გრამატიკ აქტივ A1, B1. არ არის გადატვირთული ძალიან ცეთი რთული და ძნელი სავარჯიშოებით, ავხსნათ მოდი ახლა, განვიხილოთ მაგალითები და შემდეგ სავარჯიშოებიც გავაკეთოთ. არსებობს რა თქმა უნდა სხვა სახელმძღვანელოებიც, რომელშიც უფრო მეტი და უფრო ვრცლად არის ნათქვამი და ასევე სავარჯიშოებიც მეტია, მაგრამ მე ვფიქრობ დასაწყისისთვის, ვისაც სურს გაერკვეს დატივის წინდებულებში, ეს არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ. მაგრამ შეგახსენებთ იმისთვის, რომ გაიგოთ ეს მასალა, აუცილებლად ჯერ არსებითი სახელის ბრუნვა უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ გაიგოთ საერთოდ როგორ ჩასვათ არსებითები დატივში, ხო? და ამის შემდეგ უკვე უნდა ისწავლოთ წინდებულები. თუ არ იცით არსებითი სახელის ბრუნვა, ცხადია, არ გამოგადგებათ წინდებულების სწავლა, იმიტომ რომ ელემენტარული ჯერ არსებითი სახელი უნდა ჩავსვათ, შეგვეძლოს ჩავსვათ დატივ ბრუნვაში, ხო? ეს არაფერს არ მოგცემს მაშინ ეს ლექცია ჩვენ. ანუ მათ ვინც უკვე იცით არსებითი სახელების ბრუნება და დატივში ჩასმა, ეხლა მოდი ვისწავლოთ წინდებულები, რომლებიც მოითხოვენ დატივ ბრუნვას. წინდებულები ეს არის გერმანულად პრეპოზიციონ, წინდებული, იმიტომ რომ ის დგას არსებითი სახელის წინ, შევხედოთ მოდი. aus dem Haus მაგალითად. ხო, aus არის წინდებული და დგას არსებითი სახელი das Haus-ის წინ. და როგორც ხედავთ, das Haus არის ჩასმული დატივ ბრუნვაში. რა არის ახლა ეს, ხო? ქართულში ჩვენ წინდებული არ გვაქვს ასეთი მეტყველების ნაწილი, ჩვენ ქართულში გვაქვს თანდებული, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ ქართულად სახლიდან, ანუ თან მოსდევს არსებით სახელს ეს dan. ხოლო გერმანულში ეს აქვს არსებით სახელს წინ. ანუ წარმოიდგინეთ ეს dan რო აიღოთ და წინ დასვათ, ხო? ცოტა ლოგიკურია ქართულისთვის, მაგრამ გერმანულში ეს არის წინდებული. შევეგუოთ ამას, რომ გერმანულში გვაქვს წინდებული და არა თანდებული, და ახლა გავერკვეთ, რას ნიშნავს დატივის წინდებული და კიდევ თუ გვაქვს სხვა სახის წინდებულები, ხო? ცხადია გვაქვს ჩვენ ასევე აკუზატივის წინდებულები და გვაქვს ასევე დატივ აკუზატივის წინდებულები. რას ნიშნავს ეს დატივის წინდებულები? ყველა ის წინდებული, რომელსაც დღეს შევეხებით, არის დატივ ბრუნვისა, ნიშნავს, რომ ამ წინდებულების შემდეგ ყოველთვის არსებითი სახელები უნდა ჩავსვათ დატივ ბრუნვაში, ხო? ერთია რომ ვიცით და ვცნობთ, რომ ეს არის დატივის წინდებული და ამის მერე დატივში უნდა ჩავსვათ, მაგრამ ასევე მეორე საკითხია ქართული მნიშვნელობა ვიცოდეთ და მათი სწორად გამოყენება. იმისათვის, რომ სწორად ავაწყოთ წინადადება, ხო? დღეს მოდი ახლა გავეცნოთ თითოეულ მათგანს. როგორც უკვე გითხარით, ვრცლად არ არის ამ ციკლში, მაგრამ საჭირო მასალა, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება იმისთვის, რომ გავერკვეთ წინდებულებში, არის მოცემული ამ ციკლში. დავიწყოთ. მოცემული არის თვითონ სათაურშივე, ლექციის სათაურში, aus, bei, mit, nach, seit, von, zu. არის კიდე სხვა წინდებული, მაგრამ ჯერ ისინი არ გვჭირდება. მოდი გავეცნოთ პირველ წინდებულს, დატივის წინდებულს, ეს არის aus. aus წინდებული ქართულად ნიშნავს dan-gan. შეგიძლიათ მოინიშნოთ gan-dan. თუმცა გერმანულში ჩვენ გვაქვს კიდევ მეორე წინდებული, რომელსაც ანალოგიურად ქართულად dan და gan მნიშვნელობა აქვს და მე შევეცდები, რომ ეს ორი წინდებული ახლა დავაპირისპირო ერთმანეთს. აგერა გვაქვს von წინდებული, რომელიც ასევე ნიშნავს gan-dan. რა განსხვავებაა მათ შორის? ახლა ავხსნი. მოდი ჯერ განვიხილოთ aus. ესე იგი, gan-dan. ნახეთ, სურათზეც არის მითითებული. ეს gan-dan, როგორი gan და dan არის. როცა სიღრმიდან ხდება მოქმედება, მაგალითად, er geht um 8 Uhr aus dem Haus.
ის მიდის 8 საათზე სახლიდან. ანუ გადის ხო სახლიდან, ტოვებს სახლს შენობიდან, ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში ზუსტად აუს და ასეთ მსგავს შემთხვევებში გამოვიყენებთ აუს. მაგალითად, კიდევ ნახოთ ერთი წინადადება. I have kein Glas, მე არ მაქვს ჭიქა, kannst du aus der Flasche trinken? შეგიძლია ბოთლიდან დალიო, aus der Flasche. აქაც გვაქვს ბოთლიდან, რა თქმა უნდა, დან მნიშვნელობა და ხედავთ, რომ ბოთლის სიღრმე იგულისხმება და ამიტომ გამოვიყენეთ aus წინდებული. და მესამე შემთხვევა, der Stuhl ist aus Metall. ეს, ანუ სკამი არის მეტალისგან. ნახეთ, განდან, მეტალისგან. რა აღნიშნა აქ აუსწინდებულმა? მასალა, რისგანაც შედგება სკამი, ხო? მაგალითად, aus Gold, რომ თქვათ, ოქროსგან, ასევე aus უნდა გამოვიყენოთ. aus Silber, ვერცხლისგან, aus Holz, მაგალითად, ხისგან, aus Holz და ასე შემდეგ. ეს იგი ჩვენ უკვე დავიმახსოვრეთ, როდესაც ლაპარაკია სიღრმეზე, შენობიდან გარეთ გამოსვლაზე, ასევე ბოთლიდან, კარადიდან, ასევე მასალაზე, დანგან, უნდა გამოვიყენოთ წინდებული aus. და არ დაგვავიწყდეს ausის მერე სიტყვები არსებითი სახელები ჩავსვათ დატივში, თუმცა როდესაც მასალას ეხება, არტიკლს არ გამოვიყენებთ წინ, პირდაპირ ვამბობთ aus Holz, aus Silber. Okay? ახლა გადავიდეთ ფონ წინდებულზე. კონკრეტულად ფონზე გადავხტები, იმიტომ რომ aus და ფონ ქართულად აქვს მათ ორივეს ერთი და იგივე მნიშვნელობა და განსხვავება რომ დავიჭიროთ, ხო? ესე იგი, фон ასევე ნიშნავს დანგან, მაგრამ ნახოთ რა შემთხვევაში ვიყენებთ მას წინადადებებში. Ich komme gerade vom Zahnarzt. როდესაც ლაპარაკი არის ადგილზე, საიდან მოდიხარ და ლაპარაკია დაწესებულებიდან მოდიხარ, ან ვინმესგან, გვაცრავად, ამ შემთხვევაში ვიყენებთ фон დატივ წინ, ანუ фон წინდებულს დატივში. მე მოვდივარ ახლა ამ წუთას კბილის ექიმისგან, ან კბილის ექიმიდან. კბილის ექიმი არის ამ შემთხვევაში ადამიანი, თუმცა რომ ყოფილიყო მაგალითად საავადმყოფოდან მოვდივარ, ან პოლიციიდან მოვდივარ, როგორც დაწესებულებიდან, ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებდით von Dativ. Die Schwester von meiner Freundin ist schon verheiratet. ჩემი მეგობრის და არის უკვე გათხოვილი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კუთვნილების გამოხატვა von Dativით და სხვათა შორის გენიტივი უწერი, ანუ იგივე რაც გენიტივიო. გენიტივით ჩვენ გამოვხატავთ კუთვნილებას ვისი რისი და გენიტივის ანალოგი არის von Dativ. ანუ ჯერ ვამბობთ და მერე ვისიც von Dativ ბრუნვაში. ესე იგი von გამოიყენება კუთვნილების აღსანიშნავად, მაგალითად das Gedicht von Goethe, Goethes ლექსი von Goethe. Der Flughafen liegt südlich von Frankfurt. ანუ აეროპორტი მდებარეობს ფრანკფურტის სამხრეთით. აქაც გვაქვს ფრანკფურტის კუთვნილების გამოხატვა. ან ფრანკფურტიდან, თუ გვინდა ადგილმდებარეობაზე გავამახვილოთ ყურადღება, ფრანკფურტიდან სამხრეთით. მაშინაც ვამბობთ von. დავიმახსოვროთ მე მგონი და ახლა უკვე ნათელია განსხვავება von და aus წინდებულთან, რომ შევაკავშიროთ, ასე ვთქვათ, დავაკავშიროთ. Fon's გამოვიყენებთ რაიმე სიღრმიდან, როდესაც არის ლაპარაკი, არ გამოვიყენებთ, ხო? ისევე როგორც როდესაც მასალაზეა ლაპარაკი, aus კი არა და Fon's გამოვიყენებთ, ვერცხლის, ოქროს, von Gold, von Silber არ გამოვიყენებთ, გამოვიყენებთ aus წინდებულს. და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ორივე დატივ ბრუნვაში უნდა ჩავსვათ არსებითი სახელი ორივე მათგანთან. ესე იგი, aus დავიმახსოვროთ დატივის წინდებული, von ნიშნულობა უკვე გასაგებია, გადავიდეთ by წინდებულზე. by წინდებული ქართულად ნიშნავს სასთან. მოდი ვნახოთ მაგალითებში.
Ich bin heute bei Lisa. Personen გვიწერია, ანუ პიროვნებებთან, როდესაც ვიმყოფებით ვინმესთან. დეიდასთან ვცხოვრობ მაგალითად. ანუ კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე იმყოფები და ცხოვრობ. მაგ შემთხვევაში სასთან უნდა გამოვიყენოთ by. ეს არ იგულისხმება ლიზასთან ერთად მიდიხარ ქუჩაში. თქვათ ხელი-ხელთ ჩაკიდებული ან გვერდი-გვერდ. ეს იგულისხმება, რომ მასთან ერთად იმყოფები ტერიტორიაზე და ცხოვრობ, ხო? by. და არ გვინდა არტიკლი. Ich bin heute bei Lisa. დღეს ლიზასთან ვარ. სახლში იგულისხმება. Er arbeitet bei Siemens. ის მუშაობს Siemens-ში. როდესაც ფირმას ვასახელებთ, სადაც მუშაობთ, ასევე გამოვიყენებთ by წინდებულს, დავიმახსოვროთ. Augsburg liegt bei München. სიახლოვეს გამოხატავს აქ წინდებული by München, München-თან, ახლოს. დავიმახსოვროთ by წინდებულიც დატივის წინდებული რომ არის. mit წინდებულზე გადავიდეთ, mit ნიშნავს თან, it, ერთად. თან, it, ერთად. მაგალითად, ich fahre mit meinem Freund in den Urlaub. მე მივემგზავრები ჩემს მეგობართან ერთად შვებულებაში. ჩემს მეგობართან ერთად, ან ჩემს შეყვარებულთან ერთად. ანუ აქ მასთან ერთად, როგორც პარტნიორი, როდესაც ასე აღვნიშნავთ, გამოვიყენებთ ზუსტად mit წინდებულს და mein Freund ჩავსვით დატივში meinem Freund. Wir fahren mit dem Bus. როდესაც ტრანსპორტზე გვაქვს ლაპარაკი, Verkehrsmittel. რითიც მიდიხარ ტრანსპორტით, გამოიყენებ mit წინდებულს დატივში, mit dem Bus. Ich schreibe mit dem Bleistift. მე ვწერ ფანქრით, it. ანუ ინსტრუმენტს გამოიყენებ ფანქარს როგორც ინსტრუმენტს და ზუსტად დაგჭირდება mit წინდებული აქაც. დატივ ბრუნვაში ყველა არსებითი სახელი. შემდეგ. nach წინდებულს რაც შეეხება, nach წინდებული საერთოდ ქართულად ნიშნავს კენ შემდეგ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც არის კენ, ქართულად ესე კენ ვერ ვთარგმნით წინადადებაში, მაგალითად ის მიემგზავრება გერმანიაში, უფრო ში გადაითარგმნება და გამოითქმის როგორც მაგალითად ich fahre nach Deutschland, მე მივემგზავრები გერმანიაში და არა გერმანიისკენ, ხო? უბრალოდ რომ მიგანიშნოთ, რომ გადაადგილება როდესაც არის, ანუ საიდანღაც სადღაც მიემგზავრები, ამ შემთხვევაში გჭირდება nach წინდებული ქვეყნებთან. და გავითვალისწინოთ, რომ nach წინდებული გჭირდება, როდესაც ქვეყნები არის დასიანი, ანუ უმრავლესობა ქვეყნებისა და ქალაქებისაც, და თუ არის მივემგზავრები, მივდივარ, ანუ გადაადგილება, ყოველთვის გამოვიყენებთ nach და ქვეყნის სახელწოდებას უარტიკლოთ. მიუხედავად იმისა, რომ nach დატივის წინდებულია, ქვეყანას დატივში არ ვსვავთ, იქიდან გამომდინარე, რომ დასიანი ქვეყნები წინადადებაში არტიკლის გარეშე უნდა გამოვიყენოთ. ასევე ქალაქებიც. ესე იგი, ყველა დასიან ქვეყნებთან და ქალაქებთან თუ მივემგზავრებით, გჭირდება nach წინდებული. Er fährt nach Deutschland, erst nach Hamburg, dann nach Frankfurt. ის მიემგზავრება გერმანიაში, ჯერ ჰამბურგში, შემდეგ ფრანკფურტში. Wohin კითხვაზე, ხო? ქალაქები და ქვეყნები არტიკლის გარეშე. Wie spät ist es? Es ist 5 nach 2. როდესაც საათზე ლაპარაკი, ანუ დროის აღნიშვნა როცა ხდება, ეს არის 2-ის მერე 5 წუთიაო, ანუ შემდეგ მნიშვნელობით არის, თუმცა საათში ესე ქართულად არ ვამბობთ 2-ის შემდეგ, ანუ ვამბობთ პირდაპირ 3-ის 5 წუთია. ანუ შემდეგ არის 2-ის შემდეგ 5 წუთი, ანუ 3-ის 5 წუთია. Nach dem Essen kann ich nicht gut arbeiten. ჭამის შემდეგ მე არ შემიძლია კარგად მუშაობა. აქ გვაქვს როგორც შემდეგ და das Essen ჩასმულია დატივ ბრუნვაში. Nach dem Essen. გადავიდეთ Zeit წინდებულზე. Zeit წინდებული ეს არის დროის აღნიშნული წინდებული, აქედან მოყოლებული, მაგალითად seit einem Jahr wohne ich in Berlin. 1 წელია რაც ბერლინში ვცხოვრობ, ანუ იმ 1 წლიდან მოყოლებული წარსულში დაიწყო მოქმედება და დღემდე გრძელდება. Seit
einem დატივ ბრუნვაში das Jahr. ესე იგი წარსულში დაწყებული მოქმედება, რომელიც დღესაც გრძელდება. Von წინდებულზე უკვე ვისაუბრეთ, ჩვენ გადავიდეთ zu წინდებულზე. Zu წინდებულს გამოვიყენებთ, როდესაც მივდივართ სადმე ან ვინმესთან. ძალიან ბევრნაირი მივდივარ არის გერმანულში, როგორც უკვე შეხედეთ, ანუ ქვეყანაში მიდიხარ, ხო? დაწესებულებიდან გამოდიხარ, გადაადგილების დროს არაგვერიოს, zu წინდებული გვჭირდება, როდესაც ჩვენ მივდივართ ვინმესთან ან სადმე ტერიტორიაზე და ხშირად აიგივებენ ხოლმე zu წინდებულს გამოთქმასთან, მაგალითად zu Hause. და გონიათ, რომ აი zu Hause სახლში, როდესაც ხარ, რადგან სახლში ყოფნა არის, zu გადაადგილებას ვერ გამოხატავს. პირიქით, ეს გამონაკლისი არის zu Hause და zu ზუსტადაც რომ, როდესაც მიდიხარ ვინმესთან ან სადმე, კენს ნიშნავს. Wie komme ich zum Bahnhof? როგორ მივიდე სადგურთან? Zu dem Bahnhof. Zum იგივეა, რაც zu წინდებულს დამატებული dem დატივი ბრუნვა და შეერწყა ერთმანეთს და გამოვიდა zum დატივს გვიჩვენებს. როგორ მივიდე სადგურთან? ადგილმდებარეობა, ხო? Heute fahren wir zu meinen Eltern. დღეს მივემგზავრებით ჩვენ ჩემს მშობლებთან. ესეც გადაადგილება. ქართულად ვერ ვიტყვით კენ, ხო? მაგრამ ჩემს მშობლებთან მიხვდები, რომ მიდიხარ, ანუ გადაადგილდები. Wohin? და zum Frühstück esse ich immer ein Ei. როდესაც zu აღნიშნავს დროს, ანუ ტემპორალური მნიშვნელობა როდესაც აქვს, ამ შემთხვევაში ასეთი ვარიანტი გვაქვს. საუზმედ მივირთმე მე ყოველთვის კვერცხს. ანუ მაგალითად zum Abendessen wachschmat, ხო? Zu dativ. ამ შემთხვევაშიც zu გამოიყენება. დავიმახსოვროთ ეს დატივის წინდებულები და მოდი ვნახოთ რა შემთხვევაში შეიძლება შეერწყას წინდებული დატივს. Bei dem შემთხვევაში გინდა გითქვიათ bei dem, გინდა გითქვიათ beim, ერთი და იგივეა. Von dem იგივეა რაც vom. ზოგს გონია რომ vom არის წინდებული, არა. Von არის წინდებული და შერწყმულია უბრალოდ dem დატივ ბრუნვასთან და აქედან გამომდინარე მივიღეთ vom. Zu dem ასევე არის zum და zu der ასევეა zur, ერთი და იგივეა. აი ამის მერე უკვე შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ დატივის სავარჯიშოები და მოდი შევუდგეთ გაკეთებას, უბრალოდ ამ ვიდეოს ცალკე დავდებ და უკვე ამ ლექციის, ანუ ლექცია ნომერი 31 სავარჯიშოებს დავდებ უკვე ცალკე. მანამდე თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად გაიაზროთ, მოინიშნოთ ეს წინდებულები და შემდეგ უკვე იმისათვის, რომ ეს განიმტკიცოთ ცოდნა, რა თქმა უნდა, მარტო თეორია არ არის საკმარისი, მე შემოგთავაზებ ზუსტად აი ამ სავარჯიშოებს, მე გაჩვენებთ აქ, შეგიძლიათ ეს სავარჯიშოები დაიწყოთ კიდევაც და გააკეთოთ და მერე დაელოდოთ ვიდეოს, რომელშიც ნახავთ სწორად გააკეთეთ თუ არა ეს აღნიშნული სავარჯიშოები, დააპაუზეთ, აგერ გაჩვენებთ ამ სავარჯიშოებს. მეოთხე სავარჯიშო, მეხუთე სავარჯიშო და მეექვსე სავარჯიშო, რომელიც არის A2 დონისა, მეილში არის ჩასასმელი წინდებულები. მაგრამ როგორც უკვე შეგპირდით, ამის ვიდეოს ცალკე ჩავწერ და დავდებ თქვენთვის. წარმატებები, თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ, დაწერეთ კომენტარი და თუ არა გაქვთ გამოწერილი არხი, გამოიწერეთ. Tschüss!